შეცდომები არ არსებობს და ამ ნაწილში არ გულისხმობ მაინც იმ ასპექტს, რომ ყველაფრის განსწავლობთ. არა. მოდი რეალურად შევხედოთ, თუ რაღაცას პირველად აკეთებ, ალბათობა იმისა, რომ იდეალური არ გამოგივიდეს, არის ძალიან დიდი. როცა რაღაცას მეორედ აკეთებ, უკვე გაქვს გარკვეული გამოცდილება, რასაც ითვალისწინებ და შანსი, რომ უკეთესი შედეგი მიიღო, იზრდება. და ბუნებრივია რაღაც, როცა გაქვს 100 ჯერ გაკეთებული, ერთ-ერთში ასვამ და ყველაფერი ძალიან მაგრად გამოგდეს. შესაბამისად, იდეალურ შედეგს იღებ. დამუხამებისა და სწავლის რეჟიმში შეიძლება დავუძახოთ თუ არა შეცდომა რაღაცას, რომელიც ვერ გავითვალისწინეთ. ჩემი აზრით არა. და თუ ვიცოდი როგორ უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე, რამდენად არის ეს შეცდომა. თუ ეს არის უკვე განზრახ არ გაკეთებული რამ. ანუ გამოდის, რომ ან არ ვიცი როგორ კეთდება და სწავლის პროცესში ვარ, რაღაცის პრაქტიკის პროცესში ვარ, რომელშიც ბუნებრივი გზა არის, რომ ეტაპობრივად შედეგი გაუმჯობესდება, მაგრამ საწყის ეტაპზე აუცილებლად არ იქნება შედეგი იდეალური. ან უკვე ვიცი რა როგორ კეთდება და ამ ნაწილში ან იდეალურ შედეგს ვიღებ, ან თუ არ ვიღებ იდეალურ შედეგს, ორი გზაა. პირველი, განზრახ დაუშვი შეცდომა, რასაც შეცდომად ფუთავ, მაგრამ რეალურად ვიცოდი როგორც უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე რაღაც მიზეზის გამო. და მეორე, შეიძლება დავაკელი სათანადო ჩართულობა, ყურადღება, გათვლა და გეგმა, ძალიან კარგად ვიცოდი ეტაპობრივად რა როგორ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში რაღაც სხვა პრიორიტეტის გამო, ან რაღაც სხვა პრობლემის გამო, ამას მოვაკელი ყურადღება. ხო და არსებობს საერთოდ შეცდომა, გამოდის რომ თუ მე ვითარდები და ვსწავლობ, ეს არის ჩვეულებრივი თანმხლები ასპექტი, რომელიც მოყვება ყველანაირ პრაქტიკას და განვითარებას. თუ მე უკვე ექსპერტი ვარ და სათანადო ჩართულობით ვაკეთებ ყველაფერს, შეცდომის დაშვება ფიზიკურად შეუძლებელია და თუ უკვე ბევრჯერ გამიკეთებია რაღაც, მაგრამ მაინც რაღაც გამოჩნდა, ეგ იმას ნიშნავს, რომ მე შემეშალა კი არა, რაღაც დავაკეთე. ხო და ყველასთვის ესეთი საშიში, საზარელი და ესეთი დიდი ბარიერი, რაც ქმედებების მიმართ გვიჩნდება ხოლმე, რომ შეცდომა არ დაუშვა და რაღაცაში არ ჩავფლავდე და რაღაც არ გამომივიდეს, ჩათვალეთ, რომ ეს არის ბუნებრივი პროცესი ზრდა და განვითარებისთვის. თუ გვინდა რომ წინ წავიდეთ და რაღაცაში პროგრესირდეთ, შეცდომა, რასაც ვეძახით, რეალურად არის პრაქტიკა, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ რაღაცაში გავხდეთ პროფესიონალები, იმისთვის, რომ რაღაცაში წინ წავიდეთ. ამიტომ თამამად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სიტყვა შეცდომა პრაქტიკით, სწავლით და განვითარებით. და რაც თავარია, გაგვიხარდეს, როდესაც რაღაც ახალს აღმოვაჩენთ და არ ფოკუსირდეთ იმაზე, ვაიმე როგორ შემეშალა. რეალურად რა გავიგეთ ახალი, რა ვისწავლეთ და შემდეგში რას გავითვალისწინებთ. ეს არის ყველაზე მთავარი.